მე პირადად გოგიწურაია ვიხდი ბოდიში ყველა იმ ახალგაზრდის წინაშე რომლებიც ახლა იბრძვიან იქ რამე თუ თავს დებდი პოლიტიკოსობაზე და ვერ შევძელით ის ვერ მოუტანეთ ჩვენ შვილებს ის რომ მათ ქუჩაში კიდევ არ უწევდეთ ბრძოლა და ამას შევწირეთ 33 წელიწადი 34-33 წელიწადი შევწირეთ ამას მე გიხდით შვილებო პირადად ბოდიში და მუხს ვიყრი თქვენ წინაშე ჟურნალისტების წინაშე და ყველა იმ ფიდეული ქართველის წინაშე რომელიც ამ წუთას დუბიკების ქვეშ მომწაბლავები გაზის ქვეშ იბრძვით და მინდა ახლა მიმართო ევროკომისიას თქვენი ბრალია და შარლ მიშელის ბრალია 28 მიეცი გაბრაება მე თქვენი დედა თუნდაც გამაგდეთ აი თქვენი ბრალია ეს ყველაფერი და კეთილი ინებე აი ეს თქვენს გისაზე იქნება ეს სოდვა და ისინი გაჩერებას არაპირებენ დღეს მიიღენ უკვე ის კანონები ჯარიმების ხლაპუშკების რა ვიცი ათასი უკრატურობის არ გამოყენების კიდევ იჭირავენ ყოველღამე უკანონოდ უხველაბროდ უსაბუთოდ კიდევ აწამებენ და თქვენ ვანდაბული ხართ შეაჩეროთ წამება საქართველოში ვანდაბული ხართ თქვენი დედა და არ სველია მაკრონო არ სველია შოცო გაკინებ ფეხებზე კიდიღათ ფეხებზე კიდიღათ ღირსება არ გაგაჩნია თქვენ დედა ატირებულებო და ბოდიში დავამთავრებ მე ყოველ ღამე როცა უყურებ როგორ არბევე ტირილით ვკვდები და მცხრენია ქართველი იმ ქართველების რო იქ არა ვარ ამიტომ საქართველოს პრეზიდენტს ხვალ ეირჩევენ თუ არა შენ მაინც ჩემთვის იქნები სანამ ახალი არჩევნები არ იქნება პრეზიდენტი გთხოვთ შემიწყალოთ და ჩამოვიშვათ ვიცი მეც გამლახავენ ვიცი კიდე დამიჭირავენ მაგრამ მინდა ვიყო იქ და მიიღო მონაწილეობა ამაში რომელშიდაც 88 წლის მერე ვარ ჩამული და წამაგდენ 34 წელიწადი ამ შობეცაღლება დღეს შემიწყალე საქართველოს პრეზიდენტო